ამ წუთისთვის ვიმყოფებით გმირთა მოედანზე, საქართველოში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების 90-მე დღეს საკმაოდ ხალხმრავალი და მასშტაბური საპროტესტო მარშები გაიმართა მთელი თბილისის მასშტაბით. 10-მდე მსვლელობა გაიმართა დღეს, რომლებიც მიეძღვნა 25 თებერვლის 1921 წლის 25 თებერვლის და ზოგადად ამ წლის მოვლენების პატივსაცემად, დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის სუვერენიტეტს იცავდნენ და დაიღუპნენ წითელ არმიელებთან შეტაკებების დროს 104 წლის წინ. 104 წლის შემდეგაც მოქალაქეები, რომლებიც უკვე 90 დღეა უწყვეტად იკრიბებიან პროევროპულ საპროტესტო აქციებზე, აცხადებენ, რომ ის მოვლენები, რომლებიც ვითარდებოდა 1921 წლის თებერვალში, არ უნდა განმეორდეს არავითარ შემთხვევაში არასდროს და ისინი როგორც ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ეროვნულ ჟურნალისთან საუბარში აცხადებენ 2025 წლის თებერვლის მოვლენებიც და ბოლო 90 დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ცხადყოფს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არის კვლავ შეცვლილი, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საკითხი და სწორედ აი ამ პრობლემების გადასაჭრელად ერთადერთი გამოსავალი მათთვის არის იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლებიც აქტიურად ისმის ამ 3 თვის განმავლობაში, ზუსტად 3 თვე გავიდა პროტესტის დაწყებიდან პროევროპულ საპროტესტო აქციებზე.